სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1984 წლის 16 მაისს. 39 ნაწილს ვამთავრებთ, ალბათ ორი კითხვის შემდეგ ჩვენ დავამთავრებთ ამას. იგივე კითხვა სვავს პიროვნება და ითხოვს რომ მეორე კითხვა დასვას, რომელსაც წინა კითხვა დასვა. შემიძლია კიდევ ერთი სწრაფი შეკითხვა დაგისვათ და ჯონი ეუბნება, დიახ. მე არ მისწავლია ოჯახიდან და ტრადიციული რელიგიიდან, რომ ჩვენ წინასწარ განსაზღვრულად ღმერთის მიერ ვართ არჩეულები. და მე უბრალოდ მაინტერესებდა ამ დოქტრინის შესახებ. დიახ, მესმის გააგრძელეთ, ეუბნება ჯონ მაკარტური. დიახ, მე თქვენგან გავიგე, რომ ღმერთს ჰქონდა გეგმა და მან თავიდანვე სამყაროს შექმნამდე აგვირჩია ჩვენ. და ჯონ მაკარტური ეუბნება, სამწუხაროდ ახლა არა მაქვს ბევრი დრო, რომ ფართოდ აგიხსნათ ამის შესახებ, რაზეც ჩვენ ბევრი გვისაუბრია და შეგიძლიათ მოიძიოთ ამ თემაზე და ნახოთ დეტალური ჩანაწერები. უბრალოდ ნებამომეცით გითხრათ ეს. თქვენ ქრისტიანი ბრძანდებით? დიახ, მე ქრისტიანი ვარ. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ თქვენ არჩეული ხართ და წინასწარ განსაზღვრული ხართ. აი ეს ძალიან მოკლედ და კითხვის დამსმელი აგრძელებს. მე უბრალოდ მაინტერესებდა ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან გადარჩენილი და გამოხსნილი. ღმერთმა ისინი აირჩია თუ არ აურჩევია და მეც ესე დავასათაურე. ჩემ მშობლებს არ წამთ იესო ქრისტე, გამოდის რომ ღმერთს არ აურჩევიათ ისინი? მინდოდა ფორმულირება მომეცა თქვენთვის და ჯონ მაკარტური პასუხობს. არა, ასე გთხოვთ, ნუ გავიგებთ, ესე ნუ შეხედავთ, საქმე ისა, როცა თქვენ გადარჩებით, თქვენ ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ თქვენ ახართ არჩეული სამყაროს დაარსებამდე. ხედავთ? მანამდე თქვენ ეს არ იცით. ხო? დიახ, ასე რომ თქვენ მოუწოდებთ და უძახით მათ ქრისტესთან. ამიტომ ბიბლია გვასწავლის ორივეს, წინასწარ განზრახვას და ასევე ადამიანის არჩევანს. ღმერთმა აგვირჩია, მაგრამ ასევე ადამიანი ირჩევს ამას. და მე არაერთხელ მომიყვანია ეს საკვანძო მუხლები. იონეს სახარება მეხუთე თავი, 38 მუხლიდან. მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა. წერილებს იკვლევთ, რადგან გონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ. ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ. ხედავთ? ესე იგი, ადამიანს შეუძლია და აქვს სურვილი თუ აქვს, რომ მივიდეს და სიცოცხლე გქონდეს. აი ნახეთ იონეს სახარება. მაგრამ ამავე დროს უკვე მათეს სახარება 23 თავი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას, იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო. რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს თვევქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. ხედავთ? არ ინდომეს მათ. ესე იგი ადამიანს აქვს დომის სურვილის საშუალებაც. აჰა, ოხრად გრჩება თქვენი სახლი, ვინაიდან გეუბნები თქვენ, ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი. მაგრამ ამავე დროს თქვენ რაც ახსენეთ, ეს არის ეფესელთა წერილის პირველი თავის პირველი მუხლიდან. პავლე იესო ქრისტეს მოციქული ღვთისნებით ეფესოში მყოფ წმინდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში. როგორც ამოგვირჩია, ნახეთ, როგორც ამოგვირჩია, მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმინდანი და უბიწონი ყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. ხედავთ? ასე რომ ბიბლიაში როგორც ხედავთ, თქვენ გაქვთ ორივე დოქტრინა და შეგვიძლია ჩვენ კიდევ ბევრი სხვა მუხლები მოვიყვანოთ, რომლებიც მოგეჩვენებათ, რომ თითქოს და ურთიერთსაპირისპიროა და ისინი თანაარსებობენ ერთად. ნახეთ, ასე რომ თქვენ მათ ისე ტოვებთ, როგორც არიან და თუ მათ ჰარმონიზაციას შეეცდებით, უამრავ უბედურებას წააწყდებით. თუ მის რაციონალიზაციას შეეცდებით, საწოლის ქვეშ მე ადრეც გითხარით ეს შედარება, აღმოჩნდებით ბერძნულ ანბანზე. თქვენ არ შეგიძლიათ მათი ჰარმონიზაცია. თქვენ უბრალოდ უნდა ასწავლოთ ისინი ორივე. და ნახეთ, თითქოს ეს ორი ერთგვარი საპირისპირო ჭეშმარიტება, რომლებიც თანაარსებობენ. ისე იგივეა, რაც თქვენ გაქვთ ქრისტესთან მიმართებაში, რომელ ანალოგებსაც მე ხშირად, ძალიან ხშირად ვიყენებ და გამომიყენებია თვითონ ამ ბიბლიურ კითხვები და პასუხებშიც. ქრისტე არის ღმერთი და ადამიანი. რა არის ის? ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი? არა,
ის მთელი ღმერთი 100%-ით და 100%-ით მთელი ადამიანი. თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ეს, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ იესო ქრისტე არის, მას შეუძლია. თუ მე ვკითხავთ, ვინ დაწერა რომაელთა წიგნი? თქვენ იტყვით, პავლემ. მე ვიტყვი სულიწმინდას და ჩვენ ორივე მართლები ვიქნებით. თუ ვინმე იტყვის, ვინ ცხოვრობს შენი ქრისტიანული ცხოვრებით? თქვენ ამბობთ, მე ვაკეთებ ამას, კბილებით გამაქვს, სხეულით ვიმორჩილებ ამ ცხოვრებას. მაგრამ ვიღაცა სხვა იტყვის, მე კი არა, ქრისტე ცხოვრობს ჩემში და ორივე მართალი იქნებით. ნახეთ, თქვენ გაქვთ ერთნაირი ღვთაებრივი წინააღმდეგობა ყველა დოქტრინაში, რადგან როცა ღმერთს ადამიანებდე დაამცირებთ და დააპატარავებთ, ჩვენ რაღაცას გამოვტოვებთ და ჩვენ ვერ შევავსებთ ხარვეს. ასე რომ, მხოლოდ ის ვიცით, რომ თუ გადარჩენილი ვართ, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა აგვირჩია. წინასწარ განსაზღვრა ეს სამყაროს დაარსებამდე. და თუ ჩვენ არა ვართ გადარჩენილი, ეს იმიტომ რომ ჩვენ თქვით უარი იესო ქრისტესე. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.